2025 წელი, როდესაც სამყაროსთვის ნაცნობი წესრიგი შეირყა. პლანეტის 8 მილიარდმა ადამიანმა ცხადად თუ ჯერ ბუნდოვნად იგრძნო, რომ კაცობრიობა ახალ ეპოქაში აბიჯებს. ინდუსტრიული რევოლუციის ხარისხის გარღვევამ, ხელოვნურ ინტელექტში და მეორე მსოფლიო ომის მასშტაბის გეოპოლიტიკურმა ძვრებმა 2025 წელი ბევრისთვის ახალი სამყაროს ათვლის წერტილად აქცია. და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. მსოფლიოში ძალთა ბალანსი იცვლება. იგი თამაშის ახალი წესების დამკვიდრების პროცესშია. კაცობრიობა კი თითქოს ისტორიის წიგნშია და ამ მოვლენებს რეალურ დროში ატევნებს თვალს. ყველაფერი კი ამ ეპიზოდით დაიწყო. მომენტით, რომელსაც წლის განმავლობაშიც ბევრჯერ გაიხსენებენ. დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა. მასთან ერთად კი დაბრუნდა შიში. არაპროგნოზირებადი მომავლის. ამერიკის შეერთებული შტატების ძველი და თან ახალი პრეზიდენტის ლიდერობამ მსოფლიოს ახალი ნორმა აუწყა. პოლიტკორექტულობის დასასრული, მულტიპოლარული სამყაროს დასაწყისი, ინტერესის სფეროების აღდგენა, ძალის უპირატესობა, ღია ამბიციები. ამერიკული პოლიტიკა მისთვის უჩვეულო სიფრთხეებში იწყებს ოპერირებას. ამას კი სათავეში სწორედ დონალდ ჯეი ტრამპი უდგას, რომლის ნაბიჯებსაც არაერთ კონტინენტზე აქვს დიდი ექო. საერთაშორისო შეთანხმებებიდან გასვლა, ტარიფების ომი მტრებთან და მეგობრებთან, ხმამაღალი განცხადებები კანადის შემოერთებაზე, ამბიციები გრენლანდიასა და პანამის არხზე. ამერიკელი პრეზიდენტის პირველივე ნაბიჯები ხმაურიანი გამოდგა. ხმაურიანი იყო წლის მიწურულიც, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მრავალპოლუსიანი სამყაროს დასაწყისი დაანონსა და გლობალური ლიდერობიდან ფოკუსი უპირველეს ყოვლისა ამერიკის ინტერესებზე მომართა. ეგრეთ წოდებული პაქს ამერიკანა, ანუ ამერიკის ლიდერობაზე დაფუძნებული მშვიდობა დასრულდა. საერთოზე მეტად პრიორიტეტში ახლა პირადი ინტერესები მოექცა. წლის მთავარი და ჯერ გადაუწყვეტელი თემა უკრაინაა, რომლის ირგვლივაც მოლაპარაკებების დასრულებას დონალდ ტრამპი 24 საათში გეგმავდა, თუმცა ჩანს, რომ ერთ წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისკენ მიმართული პროცესი თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის წყალობით 2025 წელს ყველაზე ინტენსიური გახდა. წელმა აქტიური დიპლომატიით დაგვამახსოვრა თავი, შეხვედრებით მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტებზე. ზოგჯერ უხერხული მომენტებით და ახლებური მიდგომებით. საბოლოოდ არსებობს 20 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომლის 95%-იც შეთანხმებულია. უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების ნანატრ გარანტიებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოსგან, რომლებმაც წელს თავდაცვის ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის ისტორიულ 5%-იან ბარიერამდე გაზარდა. თუმცა ღია დარჩა ტერიტორიული საკითხი. მოსკოვი დონბასს ითხოვს, კიევი კი ტერიტორიულ მთლიანობას. 4 წლიანი ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების გადამწყვეტ ნაწილს 2026 წლის დასაწყისში ელიან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 2025 წელი ყველაზე მეტი შეიარაღებული კონფლიქტით გამოირჩეოდა. ინდოეთი და პაკისტანი, კამბოჯა და ტაილანდი, კონგო და რუანდა, ეგვიპტე და ეთიოპია. რისკი გაჩნდა ატლანტიკის ოკეანეშიც. ვენესუელასა და ამერიკას შორის ნარკოკარტელების ირგვლივ გაჩენილი ესკალაციით. შტატები ვენესუელაში მთავრობის ცვლილების აუცილებლობაზე ღიად საუბრობს. თუმცა ამასთან ქვეყნის პრეზიდენტი მშვიდობის მყოფელად პოზიციონირებს და არაერთი ომის დასრულებით იწონებს თავს. ჯერჯერობით მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის გარეშე. ის წელს სწორედ ვენესუელელ ოპოზიციონერს მარინა კორინა მაჩადოს ერგო. 2025 წელი გამოირჩეოდა იმით, რომ ნახეთ ხანგრძლივი ომების დასასრულიც. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის ირგვლივ სამხედრო კონფლიქტის სამშვიდობო ხელმოწერით დასრულდა. ეს ყველაფერი კი არა მოსკოვში, არამედ თეთრ სახლში გაფორმდა. კრემლმა სამხრეთ კავკასიის ძველ საყრდენებში გავლენები მნიშვნელოვნად დაკარგა. თამარი გარღვევა კი იყო ომის დასრულება ახლო აღმოსავლეთში. შეთანხმება შედგა ისრაელსა და ჰამას შორის, უпростоრად, რაც ჰამასისგან 2 წლიანი ომის შემდეგ დარჩა. 2023 წელს 7 ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტისას აყვანილი ტყვეები სამშობლოში დაბრუნდნენ. სახლებს დაუბრუნდნენ პალესტინელი პატიმრებიც. გაცვლა შედგა და ეს მიღწევაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიითვალა ისრაელში ისტორიული ვიზიტისას. ღაზის სექტორის ირგვლივ სამშვიდობო გეგმის იმპლემენტაციის გეგმას ახლო აღმოსავლეთის წონიანი სახელმწიფოები შეუერთდნენ. ამჟამად მიმდინარეობს გეგმის მეორე ფაზა, რაც ტერორისტული დაჯგუფების სრულ დემილიტარიზაციას გულისხმობს. პროცესმა საბოლოოდ ღაზა კეთილდღეობით სავსე
განვითარებულ ანკლავად უნდა აქციოს, თუმცა ეს სექტორი 2025 წლის განმავლობაში დამანგრეველი ომის შედეგად შიმშილისა და განადგურების ზღვარზე იდგა. ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე ისრაელის ხისტი ნაბიჯები კრიტიკის საფუძველი არაერთხელ გახდა. ამ კონფლიქტში ერთ-ერთი გადამწყვეტი ბაზა იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის ბირთვული პროგრამის განადგურება. ოპერაცია ისრაელთან კოორდინაციით ჩატარდა, რამაც თელ-ავივის აზრით ახლო აღმოსავლეთში კლიმატი და მისი სამომავლო პერსპექტივა კარდინალურად შეცვალა. The United Kingdom formally recognizes the state of Palestine. Que la France reconnaît aujourd'hui l'État de Palestine. პროცესმა ძროამისცა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას, რომელსაც წელს ისეთი ქვეყნები შეუერთდნენ, როგორებიცაა საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, კანადა. ჯამში გაეროს 193 სახელმწიფოდან 157. ეს ყველაფერი კი ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგობის ფონზე. Palestine! From the river to the sea! Palestine will be free! ამ რეგიონში კიდევ ერთი გარღვევა იყო რევოლუციის გზით სირიის სათავეში მოსული ახალი ხელისუფლების აღიარება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ბაშარ ალ-ასადის ჩამოგდებიდან ქვეყანამ 1 წელი იზეიმა. შიდა კრიზისების ფონზე აჰმედ ალ-შარაას ვაშინგტონურმა გასვლამ ახალი სიგნალები აჩვენა. თავად ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი კვლავ მოსკოვში რჩება და გავრცელებული ინფორმაციით მის პირველად პროფესიას, ოფთალმოლოგიას უბრუნდება. 2025 წელს არჩევნები ჩატარდა არა მხოლოდ სირიაში, არამედ პოლონეთში, ჩეხეთში, მოლდოვაში, რუმინეთში, იაპონიაში და ბევრ სხვა ქვეყანაში. ევროპაში ბოლო ტენდენციებმა აჩვენეს ულტრამემარჯვენე პარტიების გაძლიერება. ევროპაშივე დაწინაურდნენ ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ კრიტიკით გამორჩეული პოპულისტური პარტიები. 2025 წელი გამოირჩეოდა პოლიტიკური პოლარიზაციის ზრდითა და შიდა პოლიტიკური კრიზისებით დემოკრატიულ სახელმწიფოებში, მათ შორის იყო საფრანგეთი, ბულგარეთი, სომხეთი, სამხრეთ კორეა. მრავლად იყო 2025 წელს საპროტესტო აქციები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. განწყობა მეტწილად პრო-პალესტინური იყო, ისრაელის პოლიტიკის წინააღმდეგი, რის გამოც დემონსტრაციათა ნაწილი ანტისემიტურად იქნა მიჩნეული და რიგ ქვეყნებში შეზღუდვებიც დაუწესდათ. ეგრეთ წოდებული ჯენზი თაობის პროტესტს კი მთავრობების ცვლილებები მოჰყვა მადაგასკარსა და ნეპალში. ამ უკანასკნელში ხალხის მიერ მთავრობის ძალადობრივ ჩამოგდებას მსოფლიო მედია ხანგრძლივი დროით აკვირდებოდა. One of its toughest moments. 2025 წელს გარღვევა მოხდა ხელოვნური ინტელექტის სფეროში. ბაზარზე გამოჩნდა ახალი პლატფორმები, როგორებიცაა DeepSeek და Gemini-ის მოდერნიზებული ვერსია. აქტიურად დაიწყო ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურობაში გამოყენება. ჩატი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა, რამაც სამყარო უდიდეს საფრთხეებზე აალაპარაკა. მსოფლიო შეტახდა, რომ ხელოვნური ინტელექტის სიბრტყეში ახალ რბოლაში აბიჯებს და ამ რბოლის მოსაგებად მთავრობები მილიარდობით თანხებს გამოყოფენ. მათ შორისაა ევროკავშირიც, დაანონსებული 200 მილიარდიანი ინვესტიციით. წელსვე ევროპამ დაანონსა 800 მილიარდის სამხედრო ტრანსფორმაციის ინვესტიცია, რომელიც კონტინენტის გადაიარაღებას მოემსახურება. ევროპა რუსეთთან ომის საფრთხეს ნათლად ხედავს და შეკავებასა და მზადყოფნაზე მუშაობს. ეჭვს ამყარებს ევროპის ქალაქებში გამოჩენილი რუსული დრონებიც, რომლებმაც ევროპელებს წლის განმავლობაში არაერთხელ გაუჩინა თავის ტკივილი. უკრაინის ფინანსური დახმარებისა და რუსეთის სანქციების ფონზე ჯერ ბლოკში კვლავ ღიად რჩება საკითხი გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების თაობაზე. ბელგიის წინააღმდეგობას სხვა ევროპული დედაქალაქებიც იზიარებენ. მსჯელობა 2026 წელსაც გაგრძელდება. რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შესამცირებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ევროპულ ბლოკში. რუსული ენერგიის იმპორტზე საბოლოო უარი 2026-27 წლებისთვისაა დაგეგმილი. მანამდე ევროპა პარტნიორების ზევნას იწყებს სხვა კონტინენტებზეც. ახალი კავშირები აქტუალური იყო არა მხოლოდ ევროპისთვის. დასავლეთის წნეხის ფონზე სულ უფრო მეტად დაახლოვდნენ რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა. განაცხადი იყო ინდოეთის პოზიციონირებაც. 2025 წელს კათოლიკურმა სამყარომ აირჩია ახალი პაპი, ლეონ მე-14. პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ კარდინალებმა ახალი პაპის არჩევის ხანგრძლივი პროცესი დაიწყეს და საბოლოოდ მრევლმა ვატიკანის საკვამურიდან თეთრი კვამლიც იხილა. კვამთან ერთად კი ახალი პაპიც, რომელიც კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში პირველი ამერიკელი წინამძღვარია. Papa che benediva Roma.
წელს მსოფლიომ დაკარგა ისეთი ფიგურები, როგორებიცაა მსახიობი რობერტ რედფორდი, ბრიჯიტ ბარდო, დაიან კიტონი, რეჟისორი დევიდ ლინჩი, მწერალი მარიო ვარგას ლიოსა, მომღერალი ოზი ოსბორნი, დიზაინერი ჯორჯო არმანი, პრიმატოლოგი ჯეინ გუდოლი და სხვები. 2026 წლისთვის მეცნიერები მსოფლიო მოსახლეობის 8 მილიარდ 300 მილიონამდე ზრდასელიან. albino chimps. 2025 წელი ცხელი გამოდგა არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ კლიმატურადაც. გლობალური დათბობის შესახებ წუხილები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მომხდარმა, წყალდიდობებმა, ხანძრებმა და ბუნებრივმა კატაკლიზმებმა კიდევ უფრო მეტად გააძლიერა. 2025 წელი სამ ყველაზე ცხელ წელიწადს შორის დასახელდა. მეცნიერები ელიან, ტემპერატურის ზრდის ტენდენცია უცვლელად გაგრძელდება. გამოსავლად კვლავ მწვანე ენერგიაზე გადასვლის დაჩქარება სახელდება. გეოპოლიტიკური სირთულეების ფონზე ჩანს, რომ მსოფლიოს ახლახანში კლიმატურ ცვლილებებთანაც მოუწევს ადაპტაცია.